მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, თუ რისი დასრულება, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. რატომ მინდა ეხლა, რომ მანდა მაინც ეხლა გავაკეთო ეს გაშლა და მაგალითად არ გავაკეთო თუნდაც დეკემბერში, ხო? იმიტომ რომ დარჩენილია ფაქტობრივად თვენახევარი წლის დასასრულამდე და ეს წელი, ვინც ახლა ამ წლის განმავლობაში შემომიერთდით, ფაქტობრივად სულ ვამბობ ხოლმე ამის შესახებ ინფორმაციას, არის ცხრიანის წელიწადი, არის შეჯამების წელიწადი, არის ეტაპი, როდესაც გარკვეული მოვლენები სრულდება საბოლოოდ, რასაც ქვია, და 2026 წელი იქნება ახალი დასაწყისის ერა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენგანი რაღაც პროცესს ვერ დაასრულებს, ან ფიზიკურად დაასრულებს, მაგრამ გონებაში ან მენტალურად ან შეგრძნების დონეზე ამას ვერ მოახერხებს, ამიტომ მე მინდა რომ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ და არ გადაიტანოთ 2026 წელში, აი ზუსტად ესეთ საკითხებზე გავაკეთოთ დღეს საჯარო გაშლა. საკითხები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ გადაწყვეტას, დასრულებას, რაღაცა ფორმის მიცემას 2025 წლის ბოლომდე. ვარიანტების რაოდენობა უნდა გავაკეთოს 3. ამ შემთხვევაში მინდა რომ იყოს 3 ვარიანტი. დაფიქრდით, რომელი გინდათ რომ იყოს თქვენი ვარიანტი. შეგიძლიათ სხვათა შორის უსმინოთ 3-ვეს. არ ვიცი რატო ახლა მანდა 3 ვარიანტს ვაკეთებ და 3-ვეს უსმინეთ, თქო რატო გეუბნებით, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, უსმინეთ მაინც რა გეუბნებით. არ ვიცი. ხო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს გაზიარება და დაკომენტარება. ეს მე ძალიან მამოტივირებს და მეხმარება, რომ უფრო მეტი ენთუზიაზმით გავაკეთო ეს გაშლები თქვენთვის. იმიტომ რომ ენთუზიაზმის გარდა მე აქ სიმართლე გითხრათ არაფერი ინტერესი არ გამაჩნია და თქვენი საყვარელი უკავშირების წაკითხვის და ამაზე პასუხების გარდა. ამიტომ იყავით გულწრფელები, გულუხვები ემოციებში და სამყაროდ ზუსტად ასე გულუხვად დაგიბრუნებთ ყველაფერს სიკეთეს, რასაც გაიმეტებთ სხვისთვის. მე ამის ნამდვილად უპირობოთ ჯერა ჩემო კარგებო. ნახოთ ვარიანტი პირველი, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. ვარიანტი მეორე, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე და ვარიანტი მესამე, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ახლა შევარჩიოთ თითოეულისთვის ესეთი პატარა აქსესუარები. პირველი ვარიანტისთვის იქნება ესეთი ამეთვისტოს ბეჭედი. შეგიძლიათ აქსესუარებით აერჩიოთ. მეორე ვარიანტისთვის იქნება ესეთი გირჩი საყვარელი და მესამე ვარიანტისთვის იქნება ესეთი უსაყვარლესი პაწაწინა კუ. აი ესე, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ ვარიანტი, დააკვირდით, რომელი დაგიძახებთ, რომელი მიგიზიდავთ, რომელში იქნება ენერგეტიკულად ის ინფორმაცია, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვნახოთ, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. ამასობაში მე ამოვიღებ თითოეული ვარიანტისთვის რჩევას, რაც დაგეხმარებათ იმ გზის უფრო მარტივად მოძებნაში, რა საკითხსაც შემოგთავაზებს ახლა ტარო გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ნახოთ, რჩევა გითხარი თითოეული ვარიანტისთვის. როგორ შეიძლება რომ გადაწყდეს ის საკითხი, რასაც ახლა დღეს თითოეულ ვარიანტთან უნდა ვისაუბრო. რჩევა პირველი ვარიანტისთვის. რჩევა მეორე ვარიანტისთვის და რჩევა მესამე ვარიანტისთვის. მოკლედ ასე, ჩემო მეგობრებო, დასტის ბოლოს ნახეთ რა საოცარი
არკანია დააფორმირე შენი მომავალი. ზუსტად ამ გაშლას მოვაკეთებ აი ამ მიზნით სწორედ, რომ 2025-ში ჩახუროთ ყველა პროცესი, რაც გტვირთავთ, გაბრკოლებთ, გაფერხებთ, ან ხელს გიშლით რაღაცა ფორმით, თუნდაც გაუცნობიერებლად, რომ უკეთეს ეტაპზე გადახვიდეთ ცხოვრებაში, ამიტომ დასტამ გითხრა უკვე დააფორმირეთ თქვენი მომავალი. ვნახოთ, ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა, იცით უკვე, რომ შეგიძლიათ დააპაუზოთ, მოდუნდეთ, არა გონებით, არამედ ინტუიციურად არჩიოთ ვარიანტი და ისე განაგრძოთ ყურება, ხოლო ვინც უკვე შეძელით ამ ყველაფრის გაკეთება და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, დავიწყოთ იმათთვის გაშლა. ვარიანტი პირველი. ნახოთ, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე და 6-იანი ხმლები არის ჩემო ძვირფასებო აქ. 6-იანი ხმლები. რისი გაკეთება უნდა მოასწროთ? იცით რისი გაკეთება უნდა მოასწროთ? სადღაც გადაადგილებაზე აქვს საუბარი ჩემო ძვირფასებო პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. რას გულისხმობ ხა სადღაც გადაადგილებას? აი თითქოს ამ წლის ბოლომდე ერთგვარი პორტალივით არის ღია თქვენს შემთხვევაში. რაც იძლევა შესაძლებლობებს, რომ დაიწყოთ ახალი ეტაპი, აი გახვიდეთ ამ პორტალში და ახალი ეტაპი დაიწყოთ, მაგრამ და მე რასაც ახლა ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცით და ხვდებით. მე არ ვიცი რაზე ვსაუბრობ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ ამას მიხვდებით. ანუ გადაადგილებას გულისხმობს. ძალიან გეშინიათ, ოღონდ ამ ყველაფერთან ერთად მინდა რომ ვთქვა ეს, იცით რომ იქ გასვლა ფაქტობრივად არის თქვენი შანსი და თქვენი ახალი დასაწყისის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან გეშინიათ. იმდენად გეშინიათ, რომ აი თვალები გაქვთ დახუჭული და აი გარინდებული ხართ, რომ იქნებ რაღაც ისე მოხდეს, რომ მანდა მეც ჩემი ჩართულობა საჭირო არ გახდეს. თქვენს გვერდით არიან ადამიანები, შეიძლება ეს იყოს უშუალოდ ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ იმისი უფრო მკაფიო შეგრძნება, რომ აქ საშიში შეიძლება არის რაღაც, მაგრამ არც იმდენად, როგორც თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ შიშები არის ადამიანის ყველაზე დაბალ ვიბრაციული მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შიში რას აკეთებს, ანუ ხო, ოდესმე მაინც ხო რაღაცის შეგშინებიათ, ხო? რას აკეთებს? იწვევს გარინდების პოზიციას ტვინში. ამას აკეთებს ადამიანის რეპტილიური ტვინის ჩანასახი, რომელიც თვითგადარჩენის ერთ-ერთ პირველ ინსტინქტად სწორედ გარინდებას ირჩევს, რომ იქნებ ვერ შევამჩნიონ. აი იქნებ რაღაცნაირად გადავრჩე და არავინ არ მითხრას, რომ აი აქ რატო ხარ, ამას რატო არ აკეთებ, ისე რატო არ იქცევი და ასე შემდეგ. აი თქვენ შემთხვევაში ზუსტად ეს არის რა, ხედავთ, რომ აქ არის რაღაცა პორტალი, რომელიც თავისი მაგიურობით, თავისი იდუმალებით, თავისი საინტერესო რაღაც ჩანასახებით ან მინიშნებებით საკმაოდ გიზიდავთ და შეიძლება გიბიძგებენ კიდეც თქვენი გარშემოყოფები, რომ მიდი გააკეთე ეს ნაბიჯი, გადადგი, მაგრამ აი თქვენ თავს აფერხებთ ამ მოძრაობაში. 2025 წლის ბოლომდე შემოკარგებო აუცილებლად გადადგით ის ნაბიჯები, რაც აი რაზეც ახლა მე და თქვენ მსჯელობთ და რაზეც ზუსტად მე არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამას აუცილებლად მიხვდებით. ნახეთ, ძალიან კარგი სურათია აქ. აი დედას თვალები დახუჭული აქვს, ძალიან ეშინია და გოგონას თვალები აქვს ღია. და გოგონა უფრო მეტი გაბედულებით, უფრო მეტი იმედით უყურებს იმ მომავალს, ვიდრე უყურებს ამ ყველაფერს დედა. ალბათ ბავშვის ფეხის ადგმის მაგალითი ბევრჯერ მოგისმენიათ ჩემს საჯარო გაშლებში თქვენ, მაგრამ ზუსტად იგივე ვარიანტია. ბავშვს
არა აქვს შიში, იმიტომ რომ არა აქვს ცხოვრებისეული ტრამვები იმდენი მიღებული და ამ ტრამვებისგან მიღებული ტკივილის გამოცდილება იმდენი არ აქვს, როგორც გაქვთ თქვენ. ამიტომ არის უფრო გაცილებით გაბედული თამამი, ვიდრე ხართ ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენზე ვსაუბრობ, ამიტომ მიენდეთ ასეთ ადამიანებს და ინსტინქტურად იმოქმედეთ და არ იმოქმედოთ გონებით. რა თქმა უნდა, გონება ყველა ინსტინქტს უნდა დაატანოთ იმისაც რომ გადარჩეთ, მაგრამ იმპულსის დონეზე იგრძენით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ვნახოთ ახლა რჩევის სახით რას გვეუბნებიან. Understand karmic returns. ანუ გააცნობიერეთ ის, რომ კარმა ყოველთვის ბრუნდება, ანუ რომ გადააგდებთ, აი როგორი წრიული გავლენა აქვს კარმას ამ ყველაფერზე და შეიძლება ესეთი ასხლეტვის თემაც გქონდეთ, ხო? ამიტომ აი აქ არის ლოტუსი. დააკვირდით როგორ შორს არის, ან თქვენ აქ ისვრით და კიდე ლოტუსი ყვავის ბედნიერად. ანუ გააცნობიერეთ ის, რის თქმა უნდა ხლა ამბარად, რომ რასაც გაუშვებთ სამყაროში, ზუსტად ის დაგიბრუნდებათ. ანუ კბილის წილ თვალი თვალის წინ. აი ეს არის კარმა. და კი ამბობენ რომ კარმა is a pincho, მაგრამ არაფერი ბიჩა არ არის კარმა, ძალიან მშვენიერი რამეა და ეს არის საუკეთესო მასწავლებელი, ცოტა მკაცრი, მაგრამ მაინც საუკეთესო, სამართლიანი, რაც ყველაზე მთავარია. უსამართლოდ მკაცრი არ არის, სამართლიანად მკაცრია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ნუ გაუშვებთ სამყაროში შიშებს, გაუშვით იმედი და პოზიტივი და დამერწმუნეთ, რომ ეს ლოტუსის ყვავილი თქვენთვის აუცილებლად გაყვავდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს იმისა, რაც თქვენ ასეთ ძალიან გინდათ. ესეთი იყო პირველი ვარიანტი. დამიწერეთ კომენტარებში, მეც მაინტერესებს რაზე ვსაუბრობდი. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი უკავშირი, რამდენად მოგეწონათ, როგორ რეზონირდა და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტის გარჩევაზე. ნახოთ აბა მეორე ვარიანტი. თქვენ რა უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. აქ არის თასების რაინდი. თასების რაინდი. თქვენ რა უნდა მოასწროთ? ჩემო კარგებო, თქვენ რა უნდა მოასწროთ და იცით რა არის ძალიან მოკლე პერიოდი გაქვთ დარჩენილი ესეთი შეგრძნება მოდის აქ მეორე ვარიანტთან იმისათვის რომ ცადოთ და მიიღოთ თქვენთვის სანუკვარი მე არ ვიტყვი რომ აქ არის ადვილი აი მიხვალთ და ეგრევე პირდაპირ დაუშვათ ასე ძღვენად მოგერთმევათ ის რაც თქვენ გინდათ ამას არ ვამბობ, მაგრამ ის რომ დადგეთ და შორიდან უყუროთ და მაინც აი არ ვცადოთ ადამიანები რას ნანობენ ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას რაც არ ცადეს და არა იმას რაც ცადეს და არ გამოვიდა. რატომ? იმიტომ რომ როცა ცადეს და არ გამოვიდა, იმ შემთხვევაში ყოველთვის ზუსტად იციან, რომ მე ვცადე, მე გავაკეთე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმ მომენტში, რა მომენტშიდაც ვიდექი იმ კონკრეტული რეალობის წინაშე, არა რაღაც დროში გადანაცვლებული შედარება არ გინდათ. აი ამ მომენტში, ამ შესაძლებლობების ფარგლებში მე რო გავაკეთებ მაქსიმუმს და დავუშვათ არ გამოვიდა. ეს უკვე ჩემ გონებას სინანულად არასოდეს არ რჩება, იმიტომ რომ მან იცის, რომ სცადა ყველაფერი. და ანუ ეს რაღაც დანაკლისის განცდა არ მაქვს. მაგრამ თუ არც ვცადე და უბრძოლველად დავნებდი ყველაფერზე, ხელი ჩავიქნიე, мотиваცია დავკარგე, საყვარელ ადამიანს არ ვუთხარი ის რომ მიყვარს. იმიტომ რომ შემეშინდა თუნდაც მისი რეაქციის, იმიტომ რომ მანამდე 10 ჯერ მითხრა რომ არ ვუყვარვალ და ეხლა მე 11 ჯერ მე ჩემი თავმოყარეობა ჩამერთო რომ 10 ჯერ უთხარი მანამდე და 11 ჯერ კიდე ხო არ ვეტყვი, ხო? არ მოგიწოდებთ აქ არანაირი ძალადობისკენ, არც ემოციური, არც სექსუალური, არც ფსიქოლოგიური, არა, ამას არ გულისხმობ. როდესაც თქვენი ემოცია არის გულწრფელი და თქვენ თვლით რომ
იმ რაღაცისთვის, რაც ესე ძალიან სანუკვარი სურვილისთვის, რაც ესე ძალიან გინდათ ბრძოლა ღირს, მაშინ მიეცით საკუთარ თავს ერთი შანსი და იმ კონკრეტულ ადამიანს იქნება თუ საგანს იქნება თუ მოვლენასაც ასევე მიეცით შესაძლებლობა, რომ ბოლო ჯერ გადაამოწმოს საკუთარ თავში, უნდოდა თუ არ უნდოდა, ან უნდა თუ არ უნდა საბოლოოდ თქვენ სივრცეში ფორმირება. რატო ვამბობ, რომ ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ? ცოტა დრო დაგრჩათ ნამდვილად, იმიტომ რომ აი ეს წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი. ახლა აქ შეხედავთ თქვენ ამ არკანზე მზე ჩადის ფაქტიურად დაყმაწვილი, რომელიც მიაპობს აი ამ აღელვებული მდინარის ტალღებს, საკმაოდ მაღლა ეს ტალღები ცხენზე კი იზის და თითქოს ისიც აქვს შუბია თუ რაც ქვია, ну რაც არის ეს კვერთხი უკაცრავად. კვერთხიც უჭირავს ხელში, თითქოს სიმყარე აქვს, მაგრამ არც მისი მოწინააღმდეგე არ არის მთლად ესეთი ხელწამოსაკრავი და მსუბუქი რამ. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში სტიქია წყალს. წყალი არის ემოციების სტიქია. წყალი არის მდგომარეობა, რომელსაც უპროგნოზოდ შეიძლება ახასიათებდეს მოვარდნა და პირიქით წყლის შემცირება. ამიტომ სანამ დრო არის, დროზე გადით ნაპირზე, ჩემო ძვირფასებო და თავს ნუ გამოცდით და ნუ ღმერთს გამოცდით, სანამ დროა გადადგით ნაბიჯები და იმოქმედეთ. ჯობია უმოქმედობის სინანულს ჯობია ინანოთ მოქმედება. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარ შემთხვევაში არ მოგიწოდებთ არც ფსიქოემოციური და ნუ სექსუალური ძალადობისკენ ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ყველანაირ ძალადობას მე ვგმობ. სიყვარულის სახელით განხორციელებულ ძალადობასაც მათ შორის. იმიტომ რომ სიყვარული ძალადობა არ არის. სიყვარული თავისუფალი არჩევანია და პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავებს და იმ ადამიანს მეორე რიგში ვინც გვიყვარს, იმ არჩევანში რა არჩევანსაც ის მიიღებს. ამიტომ ცადეთ, ეს არის თქვენი მთავარი დანიშნულება 2025 წლამდე. რა გამოვა ეს უკეთიცის სამყარო. ნახოთ რჩევის სახით რა იქნება აქ. აი Embrace Healing, ნახეთ როგორი სიტუაციაა, გოგონა რომელიც ებრძვის ჭარბწონას და როგორი დეპრესიულია, როგორი აპათიურია, როგორი იმედგაცრუებულია, როგორი ტკივილიანი სახე აქვს, რომ ღალატობს საკუთარ სხეულს, რომ ვერ იმორჩილებს საკუთარ სხეულს, ხო? და ამ დროს რას ურჩევს ტარო? ტარო ურჩევს იმას, რომ განკურნეთ გზა, ანუ ისიამოვნეთ ყველა იმ პატარა მცირე წარმატებით, რასაც ამ კურნების გზაზე მიიღებთ. ანუ ისიამოვნეთ ყველა იმ პატარა წინ გადადგმული ნაბიჯით დაუშვათ, ხო, რაც ნელ-ნელა მიგიყვანთ საბოლოო დანიშნულების წერტილამდე. და ნუ დაელოდებით იმ მომენტს, რომ აი რაღაცა გრანდიოზული უნდა მოხდეს, ისეთი უნდა შეიცვალოს და აი ხა ეს გოგო, სადღაც უცებ ესეთი სასწაული ფიფქიას ჯოხით ან შელოცვით უცებ გახდეს რაღაცა ესეთი ტანწერწეტა. ხო? აი შეიყვარეთ პროცესი და არა საბოლოო დანიშნულება. ამას გირჩევთ ტარო. და გახსოვდეთ, რომ ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი, თუნდაც მეოთხედი ნაბიჯი, ნებისმიერ შემთხვევაში ადრე თუ გვიან მაინც მიგიყვანთ დანიშნულების წერტილთან. ესეთი იყო ჩვენი მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. დამიწერეთ თქვენც, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტის მსგავსად რამდენად რეზონირდა და რამდენად კავშირშია იმ გამოწვევებთან, რა გამოწვევების წინაშედაც თქვენ ახლად გახართ და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. ვარიანტი 3. რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა. რვიანის თასები არის აქ. რისი გაკეთება უნდა მოასწროთ?
ჩემო კარგებო. ერთი წუთი პირველი ვარიანტი რა იყო? ძალიან საინტერესოა სამივე ვარიანტთან რომ მოძრაობასთან გადაადგილებულ ემოციას მიჩვენებს. ანუ თითქოს როგორი სიტუაცია იცით? აი მოგიწოდებთ სამივე ვარიანტს ტარო, შეიძლება ამიტომ გითხარით, რომ სამივეს უყურეთ თქო დასაწყისში, არ ვიცი. რომ რაღაცა პროცესებს გამოეთხოვოთ და გამოთხოვება არ ნიშნავს რაღაც პასიურ მდგომარეობას. გამოთხოვება ნიშნავს თქვენი აქტიური ჩართულობით დამშვიდობებას, მადლობის გადახდას და სადღაც ახალი გზისკენ სიარულის დაწყებას, ხო და სulis დაწყებას. აი თქვენ შემთხვევაში მესამე ვარიანტი რის გაკეთება უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე და გეუბნებათ იმას, რომ აიღეთ რაც თქვენია ამ წლიდან. ეს მესამე ვარიანტისთვის არ არის რაღაცა სრულად ახალი ეტაპის ფორმირება 2026-ში თქვენ რაღაცას წაიღებთ. ოღონდ წაიღებთ აბსოლუტურად ახალებული ფორმით და ეს იქნება ემოციური რაღაცი, ემოციებთან დაკავშირებული რაღაც. ეს არ იქნება რაღაცა ისეთი, რასაც დაუშვათ მატერიალურად შეიძლება რომ შეეხოთ. ეს იქნება რაღაცასთან გამოთხოვება მესამე ვარიანტისთვის ამ წლის ბოლომდე, რომელიც მოგანიჭებთ 2026 წელში გარკვეულ სიმსუბუქეს და ამ სიმსუბუქესთან ერთად მოგცემთ ახალი დასაწყისისთვის ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ გამოცდილებას. უნდა მოასწროთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ შეუმჩნევლად. აი მესამე ვარიანტთან უნდა მოასწროთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ შეუმჩნევლად. აქ არ გჭირდება რაღაცა პომპეზურობა, აქ არ გჭირდება რაღაცა ვიღაცებისთვის რაღაცების დამტკიცება. აქ მჭირდება უბრალოდ გაცნობიერებულად მიღებული გადაწყვეტილებები მესამე ვარიანტთან, რომ რაღაცა სრულდება და რაღაცა იწყება. და ეს რაღაცა რაც იწყება. ნამდვილად ძალიან კარგი და დადებითია, მაგრამ იცით რა არის ამ კარგსაც და დადებითსაც ხო ხანდახან ახლავს ხოლმე წარსულიდან გამოყოლილი რაღაცნაირი სევდა. აი ტარო გირჩევთ რომ ეს რაღაცნაირი სევდა ის რაც არ გჭირდებათ, რაც დაგამძიმებთ, რაც კიდე წარსულთან დაგაბრუნებთ თუნდაც ფიქრებით, აი ეს გაუშვით. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გაუშვათ პომპეზურად, გაუშვით თქვენთვის გულში, ჩუმად და წყნარად. ძალიან კარგია სხვათა შორის აქ თუ გააკეთებთ სავსე მთვარეზე პრაქტიკებს, აი რაღაც გამომშვიდობების პრაქტიკებს, აი მადლიერების პრაქტიკებს თუ გააკეთებთ, ძალიან კარგია. იმიტომ რომ იმ მოცემულობამ რაშიც ახლა თქვენ იმყოფებით, არანაკლებად მოგცად გამოცდილება. ზოგს ახლა ცუდი გამოცდილება მისცა, ზოგს კარგი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილება არის გამოცდილება და თუნდაც ცუდი გამოცდილების შემთხვევაში უკაცრავად, არ ვიცი, ხა ძალიან სიმართლეს ვამბობ. თუნდაც ცუდი გამოცდილების შემთხვევაში მომავალში თქვენ ზუსტად იცით, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა გააკეთოთ. ამიტომ მაინც მადლიერებით იყავით განწყობილი. გამოემშვიდობეთ იმ სივრცეს, იმ ადამიანებს, იმ ემოციებს, რამაც მოგიყვანათ აქამდე და ახალი ენერგიით ეცადეთ რომ შეაბიჯოთ 2025 წელში. ნახოთ რჩევას რას გეტყვით ტარო. ძალიან მაგარია. Release toxic attachments. ანუ გაათავისუფლეთ ტოქსიური მიჯაჭვულობები. მე ხო გითხარით აი წაღანა ვამბობდი რომ გამოცდილება თუნდაც ცუდი, მაინც იყავით მადლიერი, იმიტომ რომ იმან ის გასწავლათ, რომ მსგავს სიტუაციაში თავი მეორთ აღარ უნდა ჩაიგდოთ, ხო? და ამის ცოდნა მოგცეთ. სხვანაირად თქვენ ამ ცოდნას ვერ აიღებდით ამ გამოცდილების გარეშე. ამიტომ გაათავისუფლეთ ტოქსიკური მიჯაჭვულობებიდან საკუთარი თავი, ეს გააკეთეთ ჩუმად, ეს გააკეთეთ მადლიერებით და ძალიან დიდი ენერგიით შეაბიჯეთ ახალი ეტაპში, შეაბიჯეთ ახალ ეტაპში, რაც მოგანიჭებთ სულიერ და ფიზიკურ
თავისუფლებას ერთდროულად. 2026 წელს თუ ამას მოახერხებთ მესამე ვარიანტი, თქვენ აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკით დაიწყებთ. აი თითქოს თავიდან დაიბადებით, ასეთი ენერგეტიკა ექნება თქვენთვის 2026 წელს. ისედაც ერთიანის წელიწადია, 2026 წელი. ერთიანის, ათიანის, როგორც არის, შესაბამისად ეს არის ფორტუნას ბორბალი, მნიშვნელოვანი წელი იქნება ძალიან ყველა ჩვენგანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი. და ალბათ უფრო ისეთი აქტიური, თუმცა არანაკლებად დატვირთული, ვიდრე არის 2025 წელი ამ მოვლენებით. უბრალოდ იქ უფრო სხვანაირი ტიპის მოვლენები გააქტიურდება. არ მინდა ამაზე წინასწარ დაგღალოთ, მინდა გითხრათ, რომ 2026 წლის მთლიანი პროგნოზის, აი 12 თვის პროგნოზის, რომ აი რაღაც გაფრთხილებაც გქონდეთ და ყველაფერი გქონდეთ. ამაზე ტარო კონსულტაციის ინდივიდუალურ ფარგლებში მოხდება ოღონდ ეს ჩაწერა, რა თქმა უნდა, ისევ აქტიურია, როგორც შარშან იყო ეს ყველაფერი ჩემთან. ვინც დაგეგმა შარშანეს წელი და ვინც ზუსტად გამოიყენა ყველა მიბრუნებს უკავშირს, რომ აი კიდე კაი მოგისმინე და კიდე კაი გავითვალისწინე და კიდე კაი ვიცოდი. მე ეს პრაქტიკა მაქვს, რომ ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ეს არ ნიშნავს, რომ 100%-ით თავს დაიზღვევთ 2026 წელში რაიმე უარყოფითი მოვლენებისგან, მაგრამ ფსიქიკა რო უკვე მზად არის, რომ შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს, ეს უკვე კარგია და ფსიქიკას ამით აყენებთ გაცილებით ნაკლებ ტრამვას და უფრო მეტად დამზოგავია, ვიდრე ის, რომ რაღაცა ერთ დღეს დაგატყდებათ, ყველას გვაშოროს მსგავსი რამ, მაგრამ უბრალოდ მაგალითის სახით მინდა რომ აგიხსნათ. ამიტომ 2026 წლის საპროგნოზო 12 თვიანი კონსულტაციის ჩაწერები უკვე დაიწყო. დასრულდება ეს ჩაწერები დაახლოებით ალბათ 20 ან უფრო ადრე ცოტა 15 დეკემბრის მიმდებარედ. ვისაც გსურთ დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, შეგიძლიათ მომმართოთ და ყველაფერს გაგიზიარებთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვინც არ იცით, Facebook გვერდზე გავაკეთე აბსოლუტურად უფასო 7 დღიანი პრაქტიკა, რომელიც აი ზუსტად აი 2025 წლის აი ამ კონკრეტულ გაშლას ძალიან ეხმიანება და ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად შედით, ნახეთ და ეცადეთ, რომ გააკეთოთ, მერწმუნეთ, რომ ბევრ დადებით გაცნობიერებებამდე მიგიყვანთ ეს პრაქტიკაც და დაგეხმარებათ ზუსტად ამ გამომშვიდობებების და გაშვებების პროცესში, აი ბოლო თვე ნახევარში და ასევე მინდა გითხრათ, რაც კიდე არ არის უკვე სიახლე, მინდა გითხრათ მატრიცასთან დაკავშირებით, ხო, მატრიცასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მატრიცის ფარგლებშიც მიიღოთ კონსულტაცია თქვენს პირად ენერგიებზე, თქვენს ნიჭებზე, თქვენს წარმატების კოდზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, არსებული თვე ნახევარი თქვენს და მეც მაქსიმალურად პროდუქტიულად ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მეტი ენერგიით, მეტი თავისუფალი განწყობით, მეტი დადებითი და პოზიტიური ემოციით დავიწყოთ 2026 წელი. გისურვებთ თქვენს წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებას საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა, და გისურვებთ ბედნიერ დღეს. დროებით, ჩემი მეგობრებო.